მოგესალმებით, დღეს გვაქვს შემდეგი ეპიზოდი e-commerce reviews და სტუმრად ვართ საფოსტო საკურიერო კომპანია Delivos-თან. გამარჯობა ლუკა. გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ხარია რომ ჩვენთან. მადლობა რომ დავთანხმდით ინტერვიუზე. პირველ რიგში მაინტერესებს რა იყო თქვენი ინსპირაცია Delivos შექმნის და რით ეხმარება ასე ვთქვათ Delivo e-commerce ბიზნესებს. კეთილი. თავშივე, როცა Delivos გუნდ შემოვარსდი, ზუსტად ეგ კითხვა მქონდა და რატომღაც პირველივე კითხვა მეც როცა შემოვარსდი ამ გუნდს, ეგ დავუსვი ჩემს გუნდის წევრებს და სასახად იყო ერთი მარტივი პასუხი, ეგ პასუხი იყო საქართველოს ბაზარი რეალურად, რაც ხდებოდა საქართველოს ბაზარზე საფოსტო საკურიერო მიმართულებით და ხედავდით, რომ უნდა ყოფილიყო კომპანია, რომელიც სრულიად მობილიზებული და ორიენტირებული იქნებოდა, ესე რომ ვთქვათ, მომხმარებელზე და მომხმარებლის საჭიროებებზე. შესაბამისად, ჩათვალა Delivo-მ თავის დროზე, მე ცოტა გვიან შემოვარსდი, თუმცა რეალურად უკვე ხაც ბუნებრივი ამ მიზანს, იმ თავარ მიზანს, რის გამოც შეიქმნა Delivo. ცალსახად, ესე იგი, არ ვღალატობთ და უერთგულეთ და მივდივართ ამ გზაზე, არის ის, რომ შევქმნათ ისეთი სერვისი, რომელიც სრულიად მორგებული იქნება მომხმარებელზე, რაც გულისხმობს იმას, რომ სწრაფად და რაც თავარია უსაფრთხოდ მიიღონ საკუთარი გზავნილი საქართველოს ერთი წერტილიდან მეორე წერტილში და როგორც მოგეხსენებათ, Delivo-მ უკვე მოახერხა რომ დაახლოებით 2 წელს ცოტა მეტია რაც ბაზარზე ვართ და მოახერხა რომ არსებობს ჩვენი 35-მდე სერვის ცენტრი საქართველოს 24 ქალაქში რაც ბუნებრივია რომ გვიმარტივებს იმ პროცესს რომ ამ თავარ მიზანს მივახციოთ რაც თავშივე გქონდა. აჰა, ძალიან კარგი. და რა სერვისები გაქვთ დღეს რაც დაუშვათ e-commerce-ებისთვის არის იდეალური რა? ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც ხას გავუსავდით ცალსახად, ეს არის ის, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს ორი მიმართულებით, ეს არის როგორც ფიზიკური, ისე კორპორატიული მომხმარებლები, ანუ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად კონკრეტულად ბიზნესს ქმნიან, თუნდაც e-commerce მიმართულებით და აქვთ ონლაინ მაღაზია და სჭირდებათ სწრაფი და უსაფრთხო მომსახურება და მეორე მხრივ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ სჭირდებათ, რომ რამდენიმეჯერ ისარგებლონ მოკლედ იმ საფოსტო საკურიერო სერვისით, გულისხმობ საქართველოს მასშტაბით ისევ და ისევ. შესაბამისად, ჩვენი ეს სერვისი ამ ორი მიმართულებით მუშაობს, მაგრამ აქაც მთავარი ესე ვთქვათ, ნიშა რაც გვინდა რომ დაგვეჭირა, იყო ის, რომ next day delivery ყოფილიყო, ანუ ის, რომ მომდენო დღეს უკვე შენ გექნება შესაძლებლობა ის, რომ მიიღო საფოსტო საკურიერო მომსახურებით რაღაც შენი კონკრეტული გზავნილი უსაფრთხოდ, მაგრამ მთავარი ამბავი აქაც არის ის, რომ 4 მიმართულებას ვთავაზობთ, ეს არის, რომ მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს საკუთარი სერვისი სერვის ცენტრიდან სერვის ცენტრამდე, ან გამოიყენონ კურიერიდან კურიერამდე მიწოდებით, ანუ გულისხმობ რომ კარიდან კარამდე მიწოდების სერვისი, ასევე არსებობს ის, რომ სერვის ცენტრიდან შეიძლება უკვე გაიტანოს კურიერმა და პირიქით კურიერმა წაიღოს და კონკრეტულ სერვის ცენტრში და მიიტანოს მოკლედ საკუთარი გზავნილი. სადაც 4 მთავარი მიმართულება გვაქვს გამოკვეთილი, რომთაც შეუძლია ისარგებლოს როგორც კორპორატიულმა მომხმარებელმა, ისე ფიზიკურმა პირმა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ეს გაცილებით ამარტივებს და უფრო კომფორტულს ხდის მიწოდების პროცესს საქართველოში. ძალიან კარგი. და თვითონ e-commerce-ების მხრიდან რა ვთქვათ გამოწვევებს აწყდებით, აი რა e-commerce ალბათ კომპანიებთან გულისხმობთ, უშუალოდ ვისთანაც რეალურად გვაქვს ხოლმე კავშირი და ესეთი ძალიან ბევრი არის საქართველოს e-commerce ბაზარზე, ვინც კი არსებობს და რეალურად დღეს ესე ვთქვათ მთავარი მოთამაშეა. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პარტნიორები არიან და ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში გვიწევს რაღაცნაირად ტემპს აუწყოთ ფეხი ძალიან სწრაფად. გულისხმობ რა ის, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც ყოველდღე იზრდებიან, ხდებიან ჩვენი პარტნიორები, შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ თუ კი გზავნილების რაოდენობა გუშინ იყო რაღაც კონკრეტული რიცხვი, შეიძლება რაღაც კონკრეტულ თვეში გაიზარდოს გაცილებით უფრო მეტად და ეს გულისხმობს იმას, რომ Delivos უწევს კონკრეტული ადამიანური რესურსის მობილიზება ცხადია, გულისხმობ კურიერებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ესე ვთქვათ უკან დგანან, ამ სერვისის უკან დგანან, რომ რაღაცნაირად დავარეგულიროთ ეს პროცესი, რომ ის იდეა, რაც თავშივე გვქონდა, ესე ვთქვათ, დასახული, გულისხმობ სწრაფ მიწოდებას და არავადა გადაცილებას და ასე შემდეგ, მივაღწიოთ ბოლომდე სრულად, შესაბამისად როგორც კი ეს პროცესი იზრდება, რომ კონკრეტული e-commerce ბაზარზე არსებული კომპანიები ზრდიან საკუთარი მომხმარებლების რიცხვს, ბუნებრივია, რომ მათ სჭირდებათ უფრო მეტი მომსახურება Delivos-განაც, იმიტომ რომ ბუნებრივია არსებობს ამის საჭიროებაც და ჩვენს ყოველდღურად გვიწევს ხოლმე ამ გამოწვევასთან, ესე ვთქვათ, გამკლავება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ეს რთული პრობლემაა, იმიტომ რომ რაღაც გარემოდან გამომდინარე და იმის მიხედვით, რომ რაღაც ეს ყველაფერი რაღაც ორმხრივი პარტნიორობა უგულისხმობ e-commerce კომპანიასა და Delivos შორის, პირიქით მუდამ მოხარულები ვართ, რომ რაღაცნაირად შევძლოთ და დავაკმაყოფილოთ e-commerce
კომპანიებისთვის ეს მოთხოვნა, რასაც საფოსტსაკურებელ მომსახურებას ვეძახით. ძალიან კაი. ლუკა, მე ვიცი რომ თქვენ დაიწყეთ door to door delivery დიდ ტვირთებზე, რა მაგალითად 500 კილომდე ტვირთი შემიძლია რომ გავაგზავნო. აი, ამაზე მომიყევი ეს ძალიან საინტერესო მიმართულებაა რა. სულ თავიდან რომელიც ბოდიში გაწყვეტინებ როგორც ვიცი, ბაზარზე აქამდე არ გვხვდებოდა რა. კი ბატონო. ხო, დავიწყებ იმით, რომ სულ თავიდან Deliveroo-ს ქონდა 30 კილოგრამამდე მაქსიმუმ მიწოდება სრულიად საქართველოს მასშტაბით, მაგრამ მას შემდეგ ზუსტად e-commerce მიმართულება რო განვიხილოთ კომპანიები, რომლებიც არსებობდნენ და იყო მოთხოვნა, რომ თუ შეგიძლიათ უფრო მეტი ტვირთების გადაზიდვას შეგეძლოთ კონკრეტულად A-წერტილიდან B-წერტილამდე და ბუნებრივი ამ სერვისს ვერ ვთავაზობდით, იმიტომ რომ ჩვენი მაქსიმალური რაოდენობა იყო კილოგრამების 30, გუნდმა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კარგად განვიხილოთ. რამდენ შესაძლებელი იყო ამ ყველაფერზე რაღაც თანხმობა გაგვეცხადებია რომ კი ბატონო შეგვიძლია და იქიდან გამომდინარე რომ იზრდებოდა ეს e-commerce მიმართულებით კომპანიების რიცხვი ჩვენ პარტნიორებს გულისხმობ განსაკუთრებით კორპორატიული მიმართულებით უკვე მივეცეთ ეგ შესაძლებლობა რომ საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ გაგზავნონ საკუთარი ესე რომ ვთქვათ გზავნილი ტვირთი რომელიც 500 კილოგრამამდე იქნება და აქაც ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე სადაც გზავნი შეიძლება არ გვაქვს შეზღუდვა რომ დაუშვათ მხოლოდ თბილისის მასშტაბით უნდა გავიტანოთ ან რაღაც უბრალოდ დიდ ქალაქებში ჩავიტანოთ ან მხოლოდ იმ კონკრეტულ ქალაქებში იქნება მიწოდება სადაც Deliveroo-ს ინფრასტრუქტურა უგულისხმობს სერვის ცენტრებია განთავსებული არამედ კონკრეტულად სოფლები ან მაღალმთიანი რეგიონები თუმცა ბუნებრივია რომ აქ ვადებზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული თუმცა ის რომ შეზღუდვა გქონდეს რომ დაუშვათ კონკრეტულ ტვირთს ვერ წავიღებთ A-დან B-წერტილად იმიტომ რომ რაღაც შორს არიან რაიმე მსგავსი ფაქტორები რომლებიც შეიძლება რომ ზემოქმედი ფაქტორი იყოს ამ პროცესში არ გვაქვს და უკვე დაიწყო Deliveroo ამ მიმართულებით მუშაობა. ვფიქრობ, რომ ამ დრომდე e-commerce კომპანიები, რომლებიც ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ, რომ გამოიყენონ საფოსტსაკურებელ მიმართულება ყოფილები არიან და ვფიქრობ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის სურვილი, რომ რაღაც კონკრეტული ბიზნესი წამოიწყოს, ან თავისი e-commerce პლატფორმა განავითაროს და პრობლემას შეიძლება ხედავდეს იმაში, რომ ვერ მიაწოდოს რაღაც საქართველოს მასშტაბით კონკრეტული ტვირთი, თუნდაც ის რომ ახალ წორი კატეგორიას მიეკუთვნება, რაღაცნაირად გადავჭერით ეგ პრობლემა პირიქით ღია ვართ ნებისმიერი ადამიანისთვის ამის სურვილი აქვს. ძალიან კაი. და როგორი არის თქვენი სამომავლო გეგმები? ნუ რა თქმა უნდა თუ ისეთი კონფიდენციალური არ არის რა. ჩვენი სამომავლო გეგმები ერთი რაც შემიძლია რომ დავაანონსო და ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება იდეაში თქვენი მაყურებლებისთვისაც არის ის რომ მიმდინარეობს ჩვენი აპლიკაციის პროცესი ის რომ შევქმნათ აპლიკაცია და ეს აპლიკაცია იქნება რამდენიმე თვეში უკვე ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლებისთვის და შესაბამისად უფრო მეტად გაუმარტივდებათ ჩვენს მომხმარებლებს რეალურ დროში თვალყურის დევნება საკუთარ გზავნილებზე. აქამდე დაუშვათ თუ კორპორატიულ მომხმარებელს ჰქონდა ის რომ რაც ასევე ვფიქრობ რომ კარგი ხაზგასმელი ინფორმაცია არის ის რომ გვაქვს ოფიციალურად ჩვენი პორტალი სადაც e-commerce პლატფორმის ესე რომ ვთქვათ სტაფს ვინც უშუალოდ ჩვენი პარტნიორები არიან და ზოგადად ისედაც ადამიანებსაც რომლებიც უბრალოდ სარგებლობენ ამ სერვისით შეუძლიათ თვალი ადევნონ სად იმყოფება საკუთარი სერვისი ანუ უკვე ჩავიდე კონკრეტული გზავნილი რაღაც სერვის ცენტრში და გასატარად არის მზად გზაშია თუ ასე შემდეგ და უკვე აპლიკაციაში ეს პროცესი გაცილებით უფრო გამარტივებული იქნება თუნდაც ის რომ გამოიყენო საკურიერო სერვისი და ავტომატურად გააგზავნო შენი ამანთი ზედმეტი რაღაც ჩართულობის გარეშე და რაღაც ინბოქსი არ დაიტვირთოს და რო არ აქვთ ხოლმე ინფორმაციასაც შეიძლება მიიწერონ არსებული სერვისით ისარგებლონ ამით გაცილებით გამომარტივებთ და მეორე ალბათ რასაც ხაზს გაუსვავდი არის ის რომ Deliveroo ყოველთვის იყო ორიენტირებული მომხმარებელზე არ გვახსოვს ხოლმე რომ რაღაც მომხმარებელი ყოფილიყო უკმაყოფილო რაც ბუნებრივია როცა ინტეგრაცია გაქვს რაღაც სიახლეების არსებობს ასეთი მომხმარებლებიც მუდმივად ვართ ხოლმე ასე ვთქვათ მზად რომ მოვუსმინოთ და სწორედ ამიტომ ჩვენი სიახლე არის ის რომ ვაკვირდებით მომხმარებლის ხმას რა სჭირდებათ მათ იმისთვის რომ რაღაც კომფორტულად იგრძნონ თავი, არ იფიქრონ ბევრი და რაღაცნაირად ჩათვალონ რომ სანდო კომპანია არსებობს, რომელსაც შეუძლიათ ანდონ საკუთარი გზავნილების შესაბამისად პირველი აუცილებლად იქნება აპლიკაციის მიმართულება, ხოლო მეორე უკვე უშუალოდ დამოკიდებული იქნება ჩვენს მომხმარებელზე, რომელთა მოთხოვნებსაც ყოველთვის ვუგდებთ ხოლმე ყურს.
ანუ როგორც ხვდები, მონაცემებზე დაყრდნობით, ანუ data analytics-ს ისე კარგად და ღრმად აკეთებთ. აუცილებლად ეს იდეაში როგორც ესე რა ვთქვათ, სისტემურ დონეზე ხდება, იმიტომ რომ ამ ყველაფრით უზრუნველყოფს ჩვენი თუნდაც IT გუნდი ან support-ი თუნდაც და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის და რაზეც სულ საუბრობთ ხოლმე, ჩვენთვის არ არის აუცილებელი დაუშვათ რაღაც აისახოს რაღაც როგორც data ან რაღაც ეგეთი ინფორმაცია შეიძლება უბრალოდ მომხმარებელი რომელიც სერვის ცენტრში მოვიდა და რაღაც კონკრეტული კომენტარი დაგვიტოვა ჩვენს სერვისთან დაკავშირებით, რომლის გაუმჯობესებასაც ისურვებდა, ამასაც კი ყურადღებას ვაქცევთ ხოლმე და რაღაცნაირად თუ შეგვიძლია რომ ხაზე გავიდეთ და ველაპარაკოთ და მათი მოსაზრებები მოვისმინოთ, ამისთვის სულ ღია ვართ ხოლმე, ანუ არ გვაქვს ის შეზღუდვა, რომ ყველას ვერ მოусმენთ, ან ყველას აცრუს ვერ გავითვალისწინებთ, ეს ბუნებრივიც არის, ცხადია, მაგრამ თუ ხვდებით რომ რაღაც არის ისეთი, რომელიც პირიქით დელიოს მიზნების განვითარებას შეუწყობს ხელს და ბუნებრივია რომ ჩვენთვის მთავარი მიზანი არის ის რომ მომხმარებელმა იგრძნოს თავი კმაყოფილად, მაშინ ბუნებრივია ჩვენ გვაქვს მაგის სურვილი რომ ყველაფერი გამოვაკეთოთ და აქედან გამომდინარე, როგორც აპლიკაციის ინტეგრირება მოხდება მომავალში, ასევე დავაკვირდებით რა იქნება ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნა, რომ გავაუმჯობესოთ ეს სერვისი. ესე იგი, თვითონ ტვირთების და აი ზოგადად რა ადგილზე მიწოდების სერვისების მომავალი როგორი არის რა? ანუ უფრო აქცენტს ასე ვთქვათ ვაკეთებ დრონებზე. თუ ფიქრობთ დრონებით delivery-ის გაკეთებას? რეალურად ვფიქრობ, რომ ეგ პროცესი ისევ და ისევ უნდა ამოვიდეთ რა არის მომხმარებელი, ან მომხმარებლის ქცევა. ჩვენ თუ შევაწყობთ, რომ ამის საჭიროება რეალურად დგას, რომელთაც კმაყოფილი იქნება ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და სჭირდება delivery სერვისი, პირიქით ღია ვიქნებით, რომ ეგ პროცესი განვიხილოთ. ანუ თავშივე, როცა დელიო შეიქმნა, მთავარი იდეა იყო ის, რომ არა მარტო სწრაფი მიწოდება ყოფილიყო, არამედ ინოვაციური გზაც იყო საყვარელს ჩართული და ტექნოლოგიური მიმართულებაც მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, თუნდაც ახლა AI-ის მიმართულებაც ძალიან აქტიურად შემოდის და ამ ყველაფრის მიმართ საკმაოდ ღია ვართ. და პირიქით ჩვენ ამ ნაწილს ხშირად გვისაუბრია როგორ შეიძლება რომ მიწოდება მოხდეს, შეიძლება ის იყოს არ ვიცი მანქანა, შეიძლება იყოს არ ვიცი მოპედი ან ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი თავარი მიწოდება არის მანქანებით გულისხმობს სატრანსპორტო მიმართულებას, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგება რომ დრონებით შეგვიძლია ამ ყველაფრის გაკეთება, რაც ერთ-ერთ გეგმად შეიძლება განვიხილოთ, ბუნებრივია გვაქვს მაგის სურვილი და მზაობა, თუმცა მთავარია დავინახოთ რომ მომხმარებელს მართლაც აქვს ამის სურვილი, რომ რაღაც მიიღოს ამ ინოვაციური გზით, იმიტომ რომ გონია რომ ხშირად, რასაც აუცილებლად გაუსაუხას თუნდაც e-commerce ასოციაცია, ხო? აი, რასაც e-commerce ასოციაცია აკეთებს, ის რომ შეგვიძლია ერთმანეთს გაუზიაროთ ეს ინფორმაცია. იდეაში e-commerce კომპანიები ქმნიან e-commerce ბაზარს. ჩვენ რასაც მივაწვით ამ მომხმარებელს, ეგრე იქნება და ყალიბდება e-commerce კულტურა და თუ დავფიქრდებით და მივხვდებით, რომ რეალურად ამისთვის e-commerce მომხმარებელი მზად არის, რომ მიიღოს ეს სერვისი, პირიქით ჩვენ როგორც თავში ვახსენეთ, მზად ვართ რომ ეს სერვისი მე პირადად ძალიან გამეხარდებოდა დრონით, იმიტომ რომ რეალურად რო დაფიქრდე, შეიძლება რაღაცა მომენტში ცუდიც არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კომფორტი ნამდვილად არის რა, რომ დაუშვათ, კურიერის ფუნქციას კლავს კი ბატონო, იმიტომ რომ აღარ მაგრამ ადგილზე მიწოდება უკვე ზუსტ დროში შეგიძლია გააკეთო რა, მაგალითად ყოველგვარი საცობის იმის გარეშე რა. კი, არა, მაგ მხრივ ძალიან გამარტივებული იქნება, რასაც დაუშვათ. მაგრამ ეს მომავალია, მოდი ეგეც ვაღიაროთ, ვერ ავწდებით მაგ ნამდვილად ეგ არის მომავალი და მომავალში თუ ეგ პრობლემები დაუშვათ, რაც არსებობს, აი კარგად ახსენე საცობის მიმართულება, თუნდაც ის რომ გიწევს რომ რაღაც გადაადგილო და თბილისის მასშტაბით ვიცით რეალურად რომ საცობი ყოველთვის პრობლემატური საკითხი იყო და დღემდე დარჩა. გვიწევს ხოლმე რომ რაღაცნაირად წინასწარ გათვალოს კურიერებმა, როდის უნდა გავიდეს, რომ თუ გავითვალისწინებთ რომ კონკრეტულად A-წერტილიდან B-წერტილამდე თბილისში გადასაადგილებლად საცობის გარეშე ჭირდება 1 საათი, ახლა ჭირდება 2 საათი ან 2 საათი ნახევარი. ბუნებრივია რომ ამ ლოჯისტიკურ საკითხებსაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რაც დრონი მარტივად გაამარტივებდა, ესე რა ვთქვათ, ამ პრობლემას გადაჭრედა, ესე რა ვთქვათ რა. მაგრამ ეგ არის უფრო სამომავლო პერსპექტივა, რომელსაც აუცილებლად განიხილავს დელიო იმ შემთხვევაში, თუ ამის მზაობა იქნება მომხმარებლის მხრიდან, რომ მიიღოს და თან ადამიანურ რესურსებსაც თუ სწორად გადავანაწილებთ. კი ბატონო, ძალიან კარგი. ხელოვნურ ინტელექტს
თუ იყენებთ უკვე და რა პრაქტიკული გამოყენება აქვს თქვენ ბიზნესში? ხო, ხელოვნური ინტელექტს რო გითხრათ, რომ ესე უშუალოდ პროგრამულად ვიყენებთ და ჩავაშენეთ, ან რაღაც ეტაპზე გადავედით იმის, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება შევძლებთ, კი მოგატყუებთ, მაგრამ არის განხილვის პროცესში ის, რომ რამდენად შეგვიძლია დავუშვათ, როგორც თავში ვახსენე, მომხმარებელზე ორიენტირებულები გინდა ვიყოთ და ამისთვის ყოველთვის გვაქვს კვლევა, ის ანალიტიკა, ანალიზი, რა არის მომხმარებლის ინტერესი, რა სჭირდება ჩვენგან რომ უკეთესი სერვისი შევთავაზოთ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით გამოვიყენოთ ის, რომ მონაცემთა ანალიზში, ესე ვთქვათ, დავიხმაროთ ეს სერვისი და რაღაც კიდე ადამიანური რესურსი, ესე ვთქვათ, ამით ჩავანაცვლოთ, იმიტომ რომ ისევ ის მიმართულება დაგვიბრუნოს, რაც თავში ვახსენე, როცა დელიო შეიქმნა, რომ ყოფილიყავით მომხმარებელზე ორიენტირებულები, ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დაგვეხმარება. ასევე მეორე მხრივასაც განვიხილოთ არის ის, რომ აპლიკაციის ნაწილში გვქონდეს გამოყენებული, რაც ვფიქრობ, რომ ასევე გაამარტივებს პროცესს, მაგრამ უშუალოდ ახლა ამ მომენტისთვის რომ გითხრათ, რომ AI-ს აქტიურად ვიყენებთ, თქო, ესე არ არის, მაგრამ განვიხილოთ, იმიტომ რომ ეგეც როგორც თავში ახსენე, მომავალია და შესაბამისად არ მოგვინდება, რომ ამ ყველაფერს გვერდი აუვაროთ, რადგან გვინდა, რომ ეს ინოვაციური და ტექნოლოგიური მიდგომები მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ავითვისოთ და დაგვეხმაროს ჩვენი სერვისის გაუმჯობესებაში. აჰა, კი ბატონო. კარგით, რა გინდათ რომ უსურვოთ e-commerce ინდუსტრიას, რას შეცვლიდით და გამოასწორებდით e-commerce ინდუსტრიაში? ხო, e-commerce ინდუსტრიაში ბევრჯერ მიფიქრია. ალბათ ცოტა თქვენი პერსპექტივით. ჩვენი პერსპექტივითაც, კი, ჩვენი პერსპექტივით კიდევ უფრო მეტად, ბევრჯერ მიფიქრია, როცა გქონია შეხება e-commerce პლატფორმებთან, რომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს e-commerce პლატფორმას და ზოგადად e-commerce კულტურის ჩამოყალიბება სჭირდება ის, რომ ვიყოთ უფრო მეტად open-minded ტიპები, ანუ გულისხმობ იმას, რომ შეგვეძლოს საკუთარი გამოცდილების ერთმანეთთან ღიად გაზიარება. არ უნდა იყვნენ კომპანიები რეალურად, ესე რა ვთქვათ, თუ რაღაც კონკრეტულ წარმატებას მიაღწევენ, ესე რა ვთქვათ, ჩაკეტილები, პირიქით, ჩემი აზრით, თუ გვინდა რომ e-commerce კულტურა ჩამოვაყალიბოთ საქართველოში და ამ პროცესმა და ამ პლატფორმამ იდეალურად ისე იმუშაოს, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში არის თავუშოთ, ხო? და ჩვენს თავარ მიზანს მივაღწიოთ. ბუნებრივია, რომ კომპანიებმა უნდა შეეძლოს ერთმანეთთან ღიად საუბარი, როგორ ყალიბდება ეს კულტურა, რა გამოწვევებს ვაწყდებით, როგორ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ და ძალიან მიხარია ზუსტად მაგიტო, რომ e-commerce ასოციაცია არსებობს, რომელთაც მოგვეცემა აქ შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად ვისაუბროთ დიდმა კომპანიებმა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც თუნდაც delivery მიმართულებით, logistics მიმართულებით თუ ვინმე კომპანია არსებობს, ან იქნება ეს retail მიმართულება თუ ასე შემდეგ, საერთო პრობლემები აუცილებლად ექნებათ. და ამ საერთო პრობლემებზე, ესე რა ვთქვათ, ფიქრი და გადაჭრა გაცილებით გამარტივდება. თუ ერთად ისაუბრებიან, რაღაც ერთმანეთზე დასხდება ეს კომპანიები და გაუზიარებენ, რომ აი დაუშვათ ეს იმუშავებს, ეს არ იმუშავებს, იმიტომ რომ დამიტესტია, ვიცი რომ ესე არ იქნება. ეს რაღაც ღია რო ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, ჩემი აზრით გაცილებით გაამარტივებდა ამ პროცესს. და ეს გვაკლია ალბათ და თუ ამ პროცესამდე მისვლას ვაპირებთ, რეალურად ძალიან კარგი იქნება თუ ეს კომპანიები შევძლებთ, დავჯდეთ, გაუზიაროთ ერთმანეთს ეს ჩვენი გამოცდილება, რა მიმუშავა, რა არ იმუშავა, თუმცა ეს გულისხმობ რა თქმა უნდა იმის ფარგლებში, რაც შესაძლებელია რომ გაზიარდეს და რაც შესაძლებელია რომ დაეხმაროს e-commerce ბაზარს განვითარებისთვის. თუ უფრო open-minded ტიპები ვიქნებით და არ შევინახავთ ჩვენთვის არამედ გავაზიარებთ, რომ ჩამოვაყალიბოთ ნამდვილი e-commerce კულტურა, ვფიქრობ, რომ გაცილებით სარგებლიანი იქნება ეს როგორც მომხმარებლისთვის, ისე e-commerce პლატფორმის კომპანიებისთვის, იმიტომ რომ ორივე აუცილებლად ისარგებლოს მაგაში დარწმუნებული ვარ. კი ბატონო, ხო, ნუ ზუსტად მაგისთვისაც არის e-commerce ასოციაცია და რა ვიცი, სულ მაგას ვეხვეწები ყველა ჩვენ წევრს და არა წევრს, რომ ასე ვთქვათ. აი ეს შევამჩნიეთ, სულ მაგას ვამბობდით ხოლმე ჩვენს გუნდში, რატომაც აქტიურად არის დელიო ჩართული e-commerce ასოციაციაში, არის რომ ეგ პოტენციალი დაინახა, რომ საქართველოში თუ ამაზე ვინმე არ ლაპარაკობდა, ლაპარაკდა e-commerce ასოციაცია, სადაც შეიძლება რომ რაღაცნაირად გქონდეს მარტივი კავშირები, რაღაც არ მოგიწიოს, ზედმეტი დროის ხარჯვა, რომ რაღაც ვიღაცასთან ხაზზე გახვიდე, რაღაც დაისაუბროთ, პირიქით შეიძლება ძალიან კარგი პარტნიორობა შედგეს e-commerce ასოციაციის წევრებს შორის. და გულისხმობ, რომ ამ თელს იდეას e-commerce ასოციაციისას თუ აითვისებს კომპანიები, რომლებიც წევრები არიან e-commerce ასოციაციის, პირიქით მგონია, რომ იმ იდეას სულად მიაღწევს ასოციაცია და ბუნებრივია ის კომპანიები, რომელსაც უნდათ რომ e-commerce კულტურა შექმნან, რომ საკუთარი ბიზნესი განავითარონ და რაღაცნაირად სარგებელი ნახოთ რა. კეთილი, კარგით. ლუკა, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და ბევრი წარმატება მინდა. დიდი მადლობა ასევე უსურვებ e-commerce ასოციაციას დიდ წარმატებას. გაიხარეთ.